საქართველოსა და მსოფლიოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ტრენდები, კარიერული შესაძლებლობები და ინდუსტრიის მოთხოვნები. Ამ საკითხებთან დაკავშირებით 31 მარტს თბილისში შეხვედრა გაიმართა ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, კერძოდ მათთვის, ვინც ტექნოლოგიურ სფეროში პირულ ნაბიჯებს დგამს, ან უკვე მუშაობს და განვითარებას გეგმავს. Ღონისძიების დამსწრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. ჩვენი სტუმრები არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე და პლატფორმა აქსელერას დამფუძნებელი გურამ ნაცვალაძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. თორნიკე, რას მოიცავდა ეს ღონისძიება? ვის შეეძლო ამ ღონისძიებაზე დასწრება? რა იყო მისი მიზანი? რა შესაძლებლობა იყო ის ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის? პირველ რიგში ღონისძიების მიზანი იყო, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები IT სექტორში, როგორიც არის დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები და ცოდნის მიღებით დაინტერესებული ადამიანები, შეხვედროდნენ სექტორის ექსპერტებს, როგორებიც არიან განათლების მიმართულებით და რომლებიც ასევე არიან უშუალოდ IT მიმართულებით და ტექნოლოგიების მიმართულებით. შესაბამისად, ჰქონდა რამოდენიმე ნაწილისგან შედგებოდა ეს ღონისძიება, სადაც პანელური დისკუსიის და სხვა პრეზენტაციების სახით მოხდა გაზიარება ინფორმაციის და იმ მნიშვნელოვანი მიგნებების, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის წარმატებული თანამშრომლობაში. შესაბამისად, ამის გარდა ჰქონდა უკვე არაფორმალური ნაწილი, სადაც უშუალოდ ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ, შეხვედროდნენ ერთმანეთს და მათი საჭიროებები უფრო პირდაპირი და ასე ვთქვათ, ადამიანისთვის უფრო მოსახერხებელ გარემოში, არაფორმალურ გარემოში გაეცვალათ ინფორმაცია. ეს იყო ძირითადი ნაწილი და გარდა ამისა, წარდგენა ჰქონდა ახალი პროგრამების და დავაჯილდოვეთ უკვე კურს ბოლო მეხუთე ნაკადის კურსდამთავრებულები აქსელერას და მივიღეთ ახალი ნაკადი. ეს იყო ღონისძიების, ასე ვთქვათ, ფორმატი თავიდან ბოლომდე და ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ იმ საჭიროებიდან გამოვიდეთ ჩვენ, რაც დგას, რომ დამსაქმებლის რეალური მოთხოვნები მოვიდეს თანხმედრაში, ესე იგი ეს სამუშაოს მაძიებლების უნარებთან. აი ეს არის მთავარი ქვაკუთხედი, ვინაიდან ასოციაციაში მიგვაჩნია, რომ კვალიფიკაცია არ ნიშნავს სწავლის შედეგებს, მაგალითად, როგორიც არის სერტიფიკატი, როგორიც არის დიპლომი, როგორიც არის სხვადასხვა ტრეინინგის თუ კურსის გავლა. ანუ ასოციაციის განმარტება და თავარი ამოსავალი წერტილი კვალიფიკაციის მიმართულებით იწყება იქ, რომ კვალიფიკაცია არის, როდესაც კანდიდატს შეუძლია job description-ით სამუშაოს აღწერით მოცემული ყველა იმ ფუნქციის თუ მოვალეობის შესრულება თავიდან ბოლომდე, რაც მას, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის მხრიდან აქვს განსაზღვრული და ეს ქმნის ზუსტად წარმატების кейსებს, წარმატების მაგალითებს და ჩვენი პროგრამები, რომელსაც აქსელერა ახორციელებს, ზუსტად დამიზნებულია და მიდის აი ამ კონკრეტული მიზნისკენ, რომ ზუსტად დააკმაყოფილოს სამუშაო აღწერა და შემდეგ აღარ იყოს საჭირო დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი ძალისხმევა გაწეული იმისთვის, რომ ეს ვთქვათ ადამიანი, რომელიც დასაქმდება, მან შეძლოს ძალიან სწრაფად ჩართვა სამუშაო პროცესში და ამას არ დასჭირდეს ბევრი დრო. გურამ, თქვენ ბრძანდებით პლატფორმა აქსელერას დამფუძნებელი. თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვიყევით, რას მოიცავს ეს პლატფორმა? აუცილებლად. ძალიან საინტერესო იდეა იყო, რაც აქსელერაში განვახორციელეთ, ასე ვთქვათ. თორნიკემ აღნიშნა საუბრისას, რომ კვალიფიკაციის განმარტება, ასე ვთქვათ, რომ სამუშაოს job description-ის შესრულება არის, ესე ვთქვათ, მთავარი ამოცანა დამსაქმებლის მხრიდან. და ჩვენ წლების მანძილზე და ახლა ჩვენი მოღვაწეობის 20 წლიანი პერიოდის მანძილზე IT ინდუსტრიაში ვაწყდებოდით მუდამ იმ გამოწვევას, რომ დამსაქმებელს დღეს ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის IT სპეციალისტებზე და ნებისმიერ ტიპის და ნებისმიერ ინდუსტრიის ბიზნესს ესაჭიროება IT სპეციალისტები, ხო? და რაოდენობრივად თვითონ ამ რაოდენობის IT სპეციალისტები ფიზიკურად ჯერ არ არის
საქართველოში, რომ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები. და დამსაქმებელიც ვერ ელოდება, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი დრო სჭირდება იმას, რომ დაელოდოს, ესე ვთქვათ, როდის მომზადდება ახალი ძალა და მზად იქნება მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ზუსტად ამ გამოწვევის საფასუხოდ დავიწყეთ ჩვენ ძიება, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ერთის მხრივ არის სამხარეს ყავდა IT ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანების დიდი არმია და მეორეს მხრივ დამსაქმებლები, რომლებიც ითხოვდნენ, რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლოს ამ ადამიანებმა თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ესე იგი უნივერსიტეტებიდან და სხვადასხვა პროგრამებიდან მიღებული განათლება ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს ამ ადამიანებს, თუმცა აკლიათ ის პრაქტიკული უნარები, რაც რეალურად საქმის საკეთებლად პირველი უახლოეს პერიოდში არის საჭირო და დამსაქმებელს დამატებითი დრო და რესურსები უწევდათ, რამდენიმე ბუდისტიეთად, ეს უნარები სად უნდა შეიძინოს და ახალგაზრდამ? კი, მაგაზე გავაკეთებ ახლა აქცენტს, რომ ჩვენ გავაკეთეთ IT ასოციაციის დახმარებით საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ორგანიზაციების კვლევა დაახლოებით 400-მდე ბიზნესის ანალიტიკა გავაკეთეთ და სხვადასხვა IT პოზიციებზე სამუშაოს აღწერის მიხედვით რა კომპეტენციებს უნდა აკმაყოფილებდეს, რა უნარები უნდა გააჩნდეს, რომ პირველივე დღიდან რეალურად შეძლოს ამ ადამიანმა საქმის შესრულება და ასე ვთქვათ, ღირებული შენაძენი იყოს დამსაქმებლისთვის. ამის შესაბამისად შევიმუშავეთ, ესე ვთქვათ, სასწავლო პროგრამა, რომელიც ზუსტად ერგება, ესე ვთქვათ, დამსაქმებლის მოთხოვნებს და გარდა ამისა, რომ როგორ შეიძლება მოკლე დროში ეს უნარები გაგვეზიარებინა, ამისთვის დავიწყეთ კვლევა გლობალურად და მივადექით სოფლიოში ყველაზე დიდ IT საგანმანათლებლო და მასერთიფიცირებელ ორგანიზაციას კომპტიას, რომელიც 120-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და დე-ფაქტო სტანდარტია ამერიკაში, ევროპაში და ბრიტანეთში IT უნარების და კვალიფიკაციის და იქიდან უკვე კომპტიასთან პარტნიორობის დახმარებით ჩვენ გავიზიარეთ ის მეთოდოლოგია და ის უნიკალური მიდგომები, რაც უკვე აპრობირებული არის ამერიკულ ბაზარზე, ევროპულ ბაზარზე და როგორ შეიძლება მოკლე დროში გადავცეთ, ესე ვთქვათ, ეს ცოდნა IT კარიერით დაინტერესებულ ადამიანებს და ზუსტად საქართველოს IT ასოციაციის და კომპტიას მხარდაჭერით შეიქმნა პლატფორმა Axelera, რომელიც არის IT განათლების, დასაქმების და კარიერული განვითარების პლატფორმა და რაც მთავარია, ესე ვთქვათ, მთავარი მიგნება და ესე ვთქვათ, მიდგომა, რაც განასხვავებს Axelera-ს პროგრამებს სხვა პროფესიული ტრეინინგებისგან, ასე ვთქვათ, არის, რომ სრულად 90% არის ორიენტირებული პრაქტიკულ სწავლებაზე. მხოლოდ 10% არის ინტერაქტიული ტრეინინგების ნაწილი და ხორციელდება, რაც მთავარია, დამსაქმებლების ჩართულობით. და ეს რას მოიცავს, რომ პრაქტიკულ ნაწილს ტრეინინგების პროცესში, ესე ვთქვათ, რეალ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და კეთების სწავლებას უკვე პროგრამის მონაწილე სხვა აკადემიურ ნაწილთან ერთად გადის უკვე კომპანიის ბაზაზე, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში მენტორების მხარდაჭერით იღებს იმ უნარებს, რაც მას რეალურად საქმის გასაკეთებლად სჭირდება. და სამთვიანი, ასე ვთქვათ, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს Axelera, არის სტარტის პროგრამა, რომელიც გათვლილია ამ ადამიანებზე, რომელსაც საერთოდ არ აქვს ჯერ გამოცდილება, ნულოვანი გამოცდილება აქვს და ერთად გამენ. განათლება აინტერესებთ IT კარიერა. ჩვენ მანდ ვეძებთ, რომ ადამიანებს, რომლებთაც აქვს ცნობის მოყოლება, ინტერესი და სურვილი, რომ IT კარიერაში გადადგან და დამოუკიდებლად ცდილობენ, აქვთ უკვე ეს, ესე ვთქვათ, ნაცადი, რაც ონლაინ რესურსებით, რაც უფასო ხელმისაწვდომობიდან სწავლობენ რაღაც უნივერსიტეტებში უკვე, თუმცა ეს არ არის საკმარისი დამსაქმებლისთვის, რომ ისინი უნივერსიტეტებში სწავლობენ თუნდაც, ხო? და ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმ უნარების შევსებას, რაც მათ ინტერესებსაც შეესაბამება და დამსაქმებლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. და ესე ვთქვათ, სამთვიანი სტარტის პროგრამის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში, ეს დამწყები სპეციალისტები სწავლებასთან ერთად გადიან რეალურ გარემოში სამუშაო რეჟიმსაც და 3 თვის თავზე იღებენ არა მხოლოდ კონკრეტულ უნარებს და ცოდნას, რაც ამ პოზიციისთვის არის საჭირო, არამედ ეჩვევიან კორპორაციულ გარემოს, სწავლობენ სხვა soft skill-ებს, რაც კომპანიაში, სუბორდინაციაში, სხვა დეპარტამენტთან ურთიერთობაში არის საჭირო და მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე 3 თვის თავზე გამოცდილება აქვს იმისა, რომ მარტივად შეძლონ დასაქმების პროცესში გადასვლა და თანამშრომლობა. მეორეს მხრივ, დამსაქმებელიც ამ პროცესს აფინანსებს, პარტნიორი ორგანიზაციების სტუდენტს ღირებულების გადახდა არ უწევს, ესე ვთქვათ, ამაშიტებს ინვესტიციას, აკვირდება ეს ამ პროცესში ამ ადამიანებს და უკვე მისთვის დამსაქმებლისთვის მარტივია ინტეგრაცია გაუკეთოს, ესე ვთქვათ, თავის სამუშაო პროცესში უკვე ამ გამოცდილება გავლით ადამიანს. ესე ვთქვათ, რეკრუტინგის პროცესი ძალიან გამარტივებული აქვს რა და ყველა მხარე მოგებული რჩება.
გურამ ბრძანა რომ აი IT სფეროში იმდენად დიდი არის და მაღალია მოთხოვნა ამ სფეროს სპეციალისტებზე რომ მაინც რაოდენობა IT სპეციალისტების ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. აი დაახლოებით სტატისტიკა როგორია წლიდან წლამდე იზრდება თუ არა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა. მით უმეტეს რომ ეს ვიცით რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია დღეს. IT-ში რაოდენობა იზრდება, თუნდაც სტუდენტების, რომელიც წლიდან წლამდე სწავლობენ IT მიმართულებაზე. მე გავაგრძელებ იმ ნაწილს, სადაც უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის უნივერსიტეტის ალტერნატივა აქსელერას პროგრამები. ეს არის საუნივერსიტეტო სწავლასთან ერთად დამატებითი თული, დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც სტუდენტს განსაკუთრებული აქსელერაციის საშუალებას აძლევს, რომ აჩქაროს თავისი კარიერის განვითარების რაღაც ეტაპი. შეიძლება ითქვას, აი რაღაც პრაქტიკული ნაწილის განვითარება პარალელურად. დიახ, ზუსტად ეს მემართულება არის და ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტებთან ძალიან ახლოს თანამშრომლობს და ძალიან წარმატებულია ჯერჯერობით, რაც პროექტები გქონდა, ყველა წარმატებული იყო უნივერსიტეტებთან დაკავშირებული, ამიტომ ეს გრძელდება და ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ახლოდან უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს ეს სასწავლო პროცესი. უნდა ვთქვათ, რომ მანდაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის რეალურად, მაგრამ ეს გაუმჯობესება როგორც უნივერსიტეტში, ასევე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში ვერ ეწევა IT სიჩქარეებს, IT-ის განვითარების სიჩქარეებს და ეს არის მთავარი გეფი, ასე ვთქვათ, რაც არსებობს რეალურად ბაზარზე, რომ IT ბევრად ჩქარა ვითარდება და როდესაც უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, მე ეს პროგრამები უკვე მოძველებულია ნელ-ნელა? ნელ-ნელა ძველდება, თუმცა დღევანდელი სოფლიო, ასე ვთქვათ, თანამედროვე ტექ ტალანტების აღზრდაში იყენებს ინტეგრირებულ მიდგომებს და ეს არის არა მხოლოდ უნივერსიტეტი და არა მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმები, მაგალითად როგორიც არის Axelera, არამედ Microsoft-ის, Google-ის, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ბრენდების საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც აუცილებელია ტექ ტალანტის მომავალი განვითარებისთვის, რომ თავიდანვე ამ პროცესებში იყოს ჩართული, როგორიც არის cloud-ი, როგორიც არის AI, როგორიც არის ანალიტიკა და მონაცემთა ანალიზი და ასე შემდეგ. ამიტომ ინტეგრირებული მიდგომები მუშაობს მხოლოდ დღეს ჩვენ ეს მეთოდები, რითაც Axelera-ს პროგრამები ხორციელდება, შევისწავლეთ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის და რამოდენიმე კიდე ევროპული ქვეყნის მაგალითზე და ის მიდგომები, რომელიც ნახევარი ორგანიზაციაში ხორციელდება პროგრამა და მეორე ნახევარი ხორციელდება უკვე სასწავლო გარემოში, ესეც სუფთა გერმანული ტიპის და ევროპული ტიპის მიდგომა არის, სადაც ეს დუალური მეთოდოლოგია კარგად არის აპრობირებული და ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდოლოგიად ითვლება. თუმცა ამის მოდიფიკაცია არის გაკეთებული საქართველოში და ასე ვთქვათ, ადაპტირებულია და არ არის ზუსტად ის, რაც მაგალითად ასევე კომპტიასთან თანამშრომლობა ჩვენ გვაძლევს უფრო ფართესურად ის დანახვის საშუალებას, რომ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ და ჩვენც თვითონ შევიტანოთ წვლილი ლოკალური ინსაიტების გაზიარებით კომპტიასთან შემდგომ პროგრამების გაუმჯობესებაში და ამას 120 ქვეყანაში ატარებს წელიწადში ორჯერ კომპტია და ეს ძალიან ღირებული აქტივი არის ჩვენთვის ეს ინფორმაცია და მასალები, რასაც ვიღებთ განვითარებისთვის. ასევე ხაზგასმით უნდა აღენიშნოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი სასწავლო მიმართულებით, რომელიც არის თვითგანვითარების კომპონენტი. ანუ Axelera სტუდენტებთან მუშაობის დროს არც ერთ პროგრამას არ ტოვებს თვითგანვითარების კომპონენტის გარეშე, სადაც მათ აქვს სპეციალური მასალები, გარემო, ვირტუალური თუ დისტანციური მეთოდებით სწავლისთვის და ინფორმაციის მიღებისთვის და მაგრამ ამაში ტარდება შემდეგ სპეციალური გამოცდები, რომელიც არ არის მარტივი და ანუ თუ არ მუშაობს ასე ვთქვათ სტუდენტი, ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტი თანამედროვე ტექ ტალანტის აღზრდისას, საკუთარ თავთან მუშაობა, თვით ორგანიზება, თვით დაგეგმვა და
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი კარიერული განვითარების რუკა, რომელიც ასევე არის გლობალური სტანდარტი IT-ში და ის ყველა მიმართულება, სადაც შეიძლება ექსპერტი გახდეთ, შეგიძლიათ ამოიკითხოთ კარიერულ რუკაზე და ზუსტად იპოვოთ თქვენი გზა, როგორ გინდათ განვითარდეთ და გახდეთ თანამედროვე ტექ-ტალანტი. უღრმეს მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებას გისურვებთ. ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე და პლატფორმა აქსელერას დამფუძნებელი გურამ ნაცვალაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. თქვენ უყურებთ Euronews